მოგესალმებით, მეგობრებო. მე როგორ მოვიმზადე და მაგრამ დაიწყო. ჩვენ ახალი წელი გვიახლოვდება და ამის აღსანიშნავად ჩვენ დავდეთ ესეთი შუშაბანდები. რაც ანუ აღმაფრთოვანებელია ჩვენთვის და მართლა ძალიან მაგრამ გვიხარია რომ ახალი წელი დგება. მაგრამ მე არ მიყვარს ახალი წელი. ეხლა დავუბრუნდეთ რას? პირველ რიგში ჯაბა რო არის ჩემი სტუმარი კილაძე. მამაკაცი რომელიც არის ჩემი კოლეგა, ერთ სპექტაკლში თამაშობთ, მოდი ეგრე ვთქვათ რა, არც წელს სულში მოგხსენიებს და არც მოვადგილ ხო რაღაც ვთამაშობთ ერთ სპექტაკლში, მალე იმედია პრემიერას იხილავთ, ძალიან ველოდებით. ჩვენი მეგობარი და ჩვენი სპონსორია Subway. მე ძალიან მაგრამ მიყვარს Subway, ჯაბასაც ძალიან მაგრამ უყვარს Subway. არა, რატომაც არა. ყველას გვიყვარს Subway. კაი, პირველ რიგში კითხავ როგორ ახარ? მადლობა რომ შენ სივრცეში მომიყვანე და ესე რომ ხედავდი ამას მხოლოდ სოციალურ ქსელში, ეხლა მაგ ბედნიერება რომ ვიჯდე აქ შენთან და შენ გამარჯობა და შენს ძვირფას მაყურებელს. დიდი მადლობა. მართლა როგორ ახარ? ძალიან კარგად. ხო? კი, კარგად რატომაც არა. კაი, მე ხარ მაშინ როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები. ეგრევე საქმეზე გადახვედი. კარგად და მოყევია. გავხურდეთ და კაი, გავხურდეთ ჯერ მაშინ. კაი, უფრო კარგად რო იყო რა გიშლის ხელს. ეს უყურესი შეკითხვა. ეს ადამიანი ხო ეს არის სულ ცდილობს რომ უკეთესად იყოს ამიტომ ხო ესე ვერ განსაზღვრავ კარგად ყოფნა ხო ერთი რაღაც კონკრეტული არ არის აი და კარგად ვარ. ხო, მაგრამ კიდე პლუს რა შეიძლება მოხდეს თქო რომ უკეთ გახდე უფრო. სულ შეიძლება რომ რაღაც მოხდეს რომ კიდე უკეთესად გახდე ყველაფერი, რა ვიცი, ბევრი რამე შეიძლება ამას დააკავშირო. ნუ პირველ რიგში თუ გამოუწევთ აქეთ ასე ვთქვათ ოჯახის წევრების კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა, შენი კარგად ყოფნა, ქვეყნის კარგად ყოფნა და ასე შემდეგ, ნუ მე ჩამოხვალ ბევრ რამეზე ხო? საქმიანი თვალსაზრისით, იმ თვალსაზრისით, ამ თვალსაზრისით, ესე შეუძლებელია ყველაფერი თუ კარგად გახსნა, შეიძლება ვერ ხარ ცოტა კარგად და. მეც არ არის. თუმცა შეიძლება მაინც დაგისვა შეკითხვა. აუცილებელი, მე ხომ ამიტომ მოვედი. მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებ. ჯაბა ვარ, მაშინაც კილაძე. პირადობით გიორგი კილაძე. და რა ვიცი, დიდი ცვალებადობა არ არის, თუმცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ადამიანი ალბათ, ნუ უფრო რა ვიცი, ოდნავ განსხვავებულია იმითი, რომ ვიზუალურად შეიძლება უფრო ხშირად არის დაფიქრებულია, თან მიყვარს ფიქრი და ბევრს ფიქრობ. და ისეთი გამორჩეულად ეხლა რო გითხრა, რომ რადიკალურად სხვა ვარ, არა. იგივე ვარ, უბრალოდ ალბათ უფრო მეტად კრიტიკული. საკუთარ თავთან? კი ბატონო. ბევრ კითხვას უსვამ? თუ უფრო პასუხების რეჟიმში ხარ რა? ნუ კითხვას როცა swam შესაბამისად ეძებ პასუხებს, მაგრამ მაგას ვამბობ, ანუ კითხვებს swam თუ უფრო პასუხებს ეუბნები საკუთარ თავს? ნუ თანაბარ კითხვა პასუხის რეჟიმში. ანუ კითხვა პასუხის რეჟიმში. აღმართი და დაღმართი რო არის, აი გამბავია. ეგ დიდებული პროცესია. ხო, იმიტომ რომ ნუ მუდმივად ეძებ რაღაც მიზეს შედეგობრიობაა ხო ეს ყველაფერი და მე ამას მიყვები რაღაც ლოგიკურად რატომ როგორ ანაირად რა საიდან როგორ ეძიები და მეც თუ გააჩნია რა იმითი ხარ რა ფიქრებით ხარ რა კონკრეტულ მომენტში რა გაწუხებს რა მარტივად გასაცემი მარტივია რთული კიდე უფრო რთულია შენი აზრით უფრო რა საკითხის მიმართ ხარ კრიტიკული საკუთარ თავში ნუ ალბათ პირველი ხდება ის ანალიზი რა ვიცი თერაპიის მანძილზე რაღაც საკეთებ ხო სადღაც შეიძლება უხეში იყავი არ იყავი რაღაცა უნდა გაგეკეთებინა ვერ გააკეთე ან მომავალში გინდა გააკეთო და ამაზე სულ გამუდმებული დიალოგი შენ თავთან თან რაღაც პროფესიაც ისეთი გვაქვს რომ ნუ მეტად გიწევს ანალიზი შენი ფსიქოპორტრეტის იქიდან გამომდინარე რომ სხვისის გიწევს ხშირად სხვისის რა გმირის და მე ეძებ იმ გმირის ფსიქოპორტრეტს ხო და ეს რაღაც გარკვეულწილად გეხმარება შენი თავის ანალიზშიც და ეს კარგია შენი აზრით ყველა პერსონაჟში უნდა იპოვოს საკუთარი თავი როდესაც როლს ასრულებ
არა, ესე საკუთარი თავი იპოვო, არა, მაგრამ ნუ რაღაცა შენი თვალსაჩინარიდან ხო უყურებ, ყველა ვარიანტში თავიდან, ხო, ფიქრობ უყურებ. რიგ შემთხვევაში შენ როგორ შეხედავდი ამ სამყაროს ესე ამ თვალით. სხვანაირად ხო შეუძლებელია. ხო და მე უკვე მე იმის, ასე ვთქვათ, იმის სამყაროდან აწყობ ამ ყველაფერს, თორე თქვენ შენი თვალსაჩინარიდან რა თქმა უნდა უყურებ ჯერ. მე შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან გიჩნობ და გიყურებ, ხო? აი შუა ქალაქი ყველამ ვიცი. მე ცოტა გვიან გაგიცანი სამწუხაროდ არა და. მაგრამ ეგ არა უშავს. ღირდა ლოდინარ ჯაბა, ხდები. არა, ულაპარაკოთ. და ჩემთვის ეგ ისედაც იცოდი, რომ გაგიცანი მალევე გითხარი და თან ყურება თავიდან დავიწყე, ეს იყო მტვრის სურნელი კი არა და გემო. რომელიც მართლა ძალიან მიყვარს. ძალიან მაგარი სერიალია ჩემთვის. აი რომ დავფიქრდე ახლა თანამედროვე Netflix-მა რომ გადაიღოს მსგავსი სერიალი განახლებული ვერსია, ძალიან კაი შედეგებს დადებს ჩემი აზრით. ვა, უცნაური, საერთოდ რომ გაგახსენდა ეს სერიალი, ეგეც უცნაურია. გახსოვს მაშინ როდის გამო როგორ გამახსენდა, შენც გაგიკვირდა. კი. იმიტომ რომ მართლა ვუყურებდი, მაგრამ საერთოდ ჩემი აზრით ძალიან იჭიერი ხარ და რატო რა? ანუ რა დაკვირდი? მე შენ ახლა ძალიან არ გაქებ, უბრალოდ ფაქტს ვამბობ ჯაბა და შეეგუე. ამბავი ის არის, რომ როდესაც შუა ქალაქში თამაშობდი, ალბათ დარწმუნებული იყო ყველა, კიდე უმეტესობა, 18% რომ შენ მართლა ცოტა სულელი ხარ. და მართლა, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად ასრულებ ამ როლს. მაგრამ კიდე პლუს, მანიაკს როდესაც თამაშობდი, აგერ ჩემო პროდიუსერმაც, ნინომაც, რომ შემეშინ დავშენე, მეშინა დაშენე. და ვისაც ნანახი არ გაქვთ მარჯანიშვილის თეატრში, რომ თამაშობს მეტროში, ჯობა. აი მანდ მე შევიშალე შენ. მართლა ვამბობ, იმიტომ რომ თამაშობს ტრანსგენდერ ქალს. კი ბატონო. და იმდენად ზუსტად აქვს აღწერილი ტრანსგენდერი ქალების ემოციები, ოღონდ ეს არ არის რაღაცა პაფოსით და ზედმეტად გამოხატული, ანუ უბრალოდ ელემენტარული ხელის მოძრაობებითაც შეეგეძლო, რომ გეგრძნო, რომ საშინლად მოჭიმულია და საერთოდ რასაც განიცდი რა, იმიტომ რომ შენი პერსონაჟი ხო ისედაც დიდად ემოციურად გამოხატული ტიპი არ არის, მაგრამ აი ყვიროდა შიგნიდან და ეს ძალიან მაგარი სანახავი იყო და მანდ მივხვდი, რომ ძალიან მანდ უკვე ვიცოდი, რომ მე და შენ ერთ პიესაში შეიძლება მოგვიწევს თამაში და ძალიან მაგრამ მიხაროდა, რომ შენ არის კოლეგა მეყოლებოდა. ეს უბრალოდ ამბად. და მაინტერესებს თითოეულ პერსონაჟთან ესეთი მიდგომა რო გაქვს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგის შიშიოდეს მეკონია, რომ შენი პერსონაჟები ერთმანეთს არ გავდრიან. თუ საერთოდ არ გქონია და უბრალოდ ეგეთი ხარ, როგორიც ხარ რა. არა. ეცი რა არის ეს პროფესია ხო ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული, რომ ქმნი და ქმნი ფსიქოპორტრეტს ადამიანის, ხო? გმირი, რომელიც ასე ვთქვათ, დრამატურგიულად დაწერილია, იმას აქვს თავისი. მით უმეტეს თუ კარგი დრამატურგია, ყოველთვის გამართულია გმირის ქმედების ხაზი. რატომ, რისთვის და როგორ და ასე შემდეგ, რატო ხდება ეს პერსონაჟი ესეთი, რატო იქცევა, იმიტომ რომ ცხოვრებაში ხო ესეა ზუსტად ყველაფერი, ხო? შენ რომ ასეთი ხარ, როგორიც ხარ, ამას თავისი უკანა ფონი აქვს, ხო? შენი დაბადებიდან დაწყებული ოჯახი, წრე და ესეთად ჩამოყალიბდი ამ ყველაფრის ფონზე. ამას ემატება, რა თქმა უნდა, შენი აღქმა სამყაროსი და ასე შემდეგ, ხო? იგივე მე და იგივე ნებისმიერი აკყოფი ადამიანი და საერთოდ ყველა ადამიანი. ასეთივეა გმირი პერსონაჟი, ხო? და მე როდესაც ამაზე მუშაობ უკვე, რა თქმა უნდა, რეჟისორთან ერთად, რაღაცა ხდება ამის მოძებნა და თავისთავად ეს იწვევს უკვე განსხვავებას და ამ ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მთავარი ნიუანსი არის ეს, რომ შენი გმირები უნდა იყვნენ განსხვავებული, იმიტომ რომ შენ ხარ და შენ ქმნი გმირს. და ეს უკვე ნიშნავს, რომ იყოს განსხვავებული. კი, ეგრე უნდა იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი მსახიობი არსებობს, რომლებიც თავის თავს თამაშობენ ყველგან. ძალიან ბევრი მსახიობი არსებობს, რომლებიც აი ხვდები, რომ ერთი და იგივე ხასიათში თამაშობენ სხვადასხვა პერსონაჟებს და რაღაცა ამსგავსებ რა იმ პერსონაჟს ამ პერსონაჟთან. და ანუ შენ მაგიტო გაგისვი ესე ხაზი. რომ შენ ამას ახერხებ. აი რომ გამისვი და არ გადამისვი. ხო, შენ ამას ახერხებ.
და მაგიტომ მაინტერესებდა. ესე იგი შენთვის აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ხდება ის, რომ შენი პერსონაჟები სხვა ტიპები არიან, იმიტომ რომ ყველა ხო, იმიტომ რომ ყველას უდგები ინდივიდუალურად, არც ერთზე გავლენა არ აქვს და ყველა ახალი პერსონაჟი არის ახალი დაწერილი ფურცელი. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია და აუცილებელია რომ იცი ნებისმიერი ახალი გამოწვევა გზრდის, ხო? ნებისმიერი ახალი როლი და ახალი სამუშაო. ეს შენი გაზრდა რაში უნდა გამოიხატოს, ხო? თუნდაც აი ამ ყველაფერში ხა რასაც შენ ამბობ და ეს აუცილებელია. იმიტომ რომ მთელი ხიბლი ამ პროფესიის ეს არის, როდესაც შენ ქმნი განსხვავებას. და ეს აუცილებელია და ამაზე უნდა გამუდმებით იშრომო და იწვალო, აბა სხვანაირად არ ხდება, ხო? არ არსებობს რაღაცა შენ გააკეთო და უირა კარგია და დამთავრდა. იმიტომ რომ როცა რაღაცა კარგია, იქ კიდევ 10 ჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება მაყურებლის წინაშე და ამიტომ ცდილობ ყოველთვის რომ იყოს განსხვავებული, იყოს რაღაცა ისეთი, რაც მაყურებელს არ უნახია. და ნუ არც უნდა იყოს ერთმანეთის მსგავსი, იმიტომ რომ როგორც არ მეორდებით ერთნაირად ადამიანები, ისე არ მეორდებიან პერსონაჟები. და ამიტომ გაქვს ამის საშუალება და ამის ლავირების და სხვა თუ ამას არ აკეთებ პირობითად, ეს ხომ შენი გაძარცვაა, შენი თავის, იმიტომ რომ თუ ამ პროფესიით სიამოვნებას იგებ, ეს პროფესიაც გარდაქმნაა, ხო? იმიტომ რომ თამაშობ ამას და თამაშობ, ანუ ერთ დღეს შეიძლება თამაშობდე მეფეს და მეორე დღეს თამაშობდე, რა ვიცი, მასხარას, ხო? და სხვადასხვა სპექტაკლში და სხვადასხვა სივრცეში. და ამის სიამოვნება ხო ეს არის, რომ სხვადასხვა რამეს აკეთებ და თუ ყველგან ჯაბა ვარ, მაშინ რატო არ ამ პროფესიაში? სულ არ ვიქნებოდი. შენი აზრით ყველაზე ცუდი მხარე ჩვენი პროფესიის რა არის? ვაუ. იცი ცუდია ეგ ვერ ვიტყვი რომ ცუდია ან კარგია უბრალოდ ამ მსახიობი ალბათ ადამიანი რომელიც მსახიობია ემოციურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია იმიტომ რომ მუდმივი სტრესის ქვეშ არის მისი ფსიქიკა და ეს ასეა ნამდვილად იმიტომ რომ ის ყველაფერი შენ რასაც აკეთებ გასაგებია რომ მას რაღაც ასე ვთქვათ ჭალებში რო ვთქვათ თამაშობ მაგრამ ეს შენში გადის და შენ გსტრესავს და ოდნავ ასე ვთქვათ ძალიან გრძნობიარეა შენი ფსიქიკა და ეს ძალიან დიდ კვალს ტოვებს თავისთავად ხო რა თქმა უნდა ანუ რაღაც ასაკში ცოტა არ მოდი ამ კუთხით არ შევხედოთ რომ ამას აუცილებლად ეს მაგრამ თლიანობაში ეს ძალიან მოქმედებს და ძალიან ემოციურები არიან, ამიტომაც ალბათ მსახიობები ძალიან ადვილად, როგორ თქვა, ну, რთულია რა მსახიობის ფსიქიკა ძალიან, გულწრფელად გეუბნები ამას და სხვათა შორის ამას წინათ რაღაც ესე დაემთხვა, ამაზე იყო ლაპარაკი რა და რეჟისორსაც ჰქონდა ეს შეხედულება, რომ კი ნამდვილად ესეა რა. მსახიობი მაინც გამუდმებით ამ სტრესს სხვანაირად გადის, იმიტომ რომ შენ სულ თამაშობ. და თან მე ამ პროცესებს რეალურად უნდა გავდიოდე იმისთვის, რომ ჯეროდეს და მაყურებელსაც ჯეროდეს. რა თქმა უნდა. აი თუნდაც ისა იქ ხე რო არა ვიგოთ ეს მარტო საქართველოსთან ხე გასაგებია რომ საქართველოს შეიძლება კიდე სხვა პრობლემა ქონდეს და არ მინდა ხა ამაზე ამ კუთხით ლაპარაკი ასე ვთქვათ მატერიალური თვალსაზრისით. ხო, ეგ ანუ თუნდაც ხო არ ვავიგოთ ჰოლივუდი, ხო? აი ნახე ძლიერი არტისტები ვინც არიან აი მართლა მაღალი კლასის არტისტები რომლებიც განსხვავებას ქმნიან ძალიან დიდს ხო როლიდან როლში ნახე იმათაც როგორი მძიმე აქვს ფსიქიკური მდგომარეობა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მილიონებს იგებენ ამაში მათ უწევთ იმ პერსონაჟის სრული გათავისება ხო იქ წონის მომატებია წონე ზუსტად უნდა მეთქვა ხო ამითი ცხოვრობენ ისინი გასაგებია ხა რომ ალბათ 20 მილიონს რო გიხდიან ადვილია რომ სიტყვაზე ნუ იმ კუთხით ადვილია რომ 6 თვეს ალბათ ჩაიკეტო და თავი და ბოლომდე ეცადო ამ პერსონაჟში შესვლა და ასე იცხოვრო პირობითად როგორც ის ცხოვრობს ეხა აქ შენ ამ საშუალება არ აქვს ხო რომ ეხა თეატრისთვის კონკრეტული სპექტაკლისთვის გადავდო თელი ცხოვრება და ამისთვის ესე მოვემზადო სიამოვნებით ვიზავდი ამას რომ იყოს ხო მაგრამ ფინანსები გჭირდება საარსებოდ უბრალოდ ხო ვერ იცხოვრებ ხო ხო და ეხა ისინიც ეხა წარმოვიდგინეთ ჩვენ უყურებთ და ხედავთ იმათ რაღაც წვეულებაზე უი რა მაგარია რომ ეს ვილა აქ ისა აქ მაგრამ მათი ცხოვრება აი ესე როგორც მე და შენ ეხა ვსხედავთ ხომ არ ვიცით ხო რამხელა ტრაგედიას ატარებენ ისინი რამდენად მძიმეთ არიან რატო არის რომ უმეტესობას დახმარება ჭირდება ამ კუთხით რატო არის რომ რაღაცაზე დამოკიდებულები არიან რატომ არის რომ სტაბილურობა თითქმის არავის არ აქვს თუ ოჯახური თუ ასე შემდეგ ხო
ეს ხო რაღაც ის მანიშნებელია მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური თვალსაზრისით ცადა დედამიწა ვერ შევედრებით, ხო? მაგრამ აშკარაა, რომ ეს მილიონებიც არ არის იმის გარანტი, რომ ის იქნება გადასარევად. ეს სერიოზული სახადია. ხო. ეხლა დამთრგუნა ჩვენ. არა, რატო ეს არ არის დათრგუნა? ამას არ უნდა შეხედო ამ თვა. აუ, ისი რა არის კიდე ჯაბა, ის სიმართლე რომ გითხრათ, წარმოგიდგენ, მთელი ცხოვრება ამ პროფესიაში ხარ და ეხლა არ ვერ დამაჯერებ, რომ ქართული მსახიობი არსებობს, რომელსაც არ უოცნებია, რომ დიდ ეკრანებზე ჩანდეს და მსოფლიო იცნობდეს. და შეიძლება ვერ აიხთინოს ეგოცნება ქართულმა მსახიობმა. ძალიან ცევდიანი. არა, ეს რა ვიცი არ ნებისმიერ მას მოცემულობას შეიძლება შეხედო ეგრე როგორც ჩვენ უყურებ და საერთოდ არ შეხედო ეგრე. ხო და ეგრე შევხედე ახლა მე კაი. ხო და არ შეხედო ესე რა. არა, ვუყურებ ეგრე. ნუ ესე მე აი უცებ ამასევდიანა რა. თელ ბავშვობა მას რა ქვია თვარეს რომ ძალიან მიყვარდა ცაში ყურება ყოველთვის ეხაც მიყვარს მაგრამ ეხა ესეთი ინტენსივობით თბილისში სამწუხაროდ ვერ ვიყურები სადმე რო ვარ უკვე ქალაქ გარეთ იცოცხლე ტკბები ხო ძალიან მიყვარდა და სულ ის ქონდა რომ რატომ არ შეიძლება რომ ეს ქონდა ხა ეს რო დაისახო იგივე მიზნად და ამის გამო ჩავარდი იმაში რომ მე არ შემიძლია გავფრინდებ თვარეზე ამ წამს და რაც მინდა ის გავაკეთო იქ ხო და ჰოლივუდი კიდე ხა არ არის ესეთი ის რომ რა აგერ ხო არის რაღაც ჩვენი მსახიობები ყოფილან და ეხაც რაღაც კონტურები არიან მაინც გამართლებაზე რაღაცები ამ პროფესიაში ყველაფერი გამართლებაზე არა მე ვგელაპარაკები ამ პროფესიაში რომ არის ყველაფერი გამართლებაზე და არის სევდიანი პროფესია და მე ეს პროფესია კიდე პლუს არის ძალიან დამოკიდებული აი ეგ მან შეგიძლია ცოტა დასევდიამდე იმიტომ რომ დამოკიდებული ხარ სხვაზე 100% 100% დამოკიდებული ხარ. დიახ, ეს ეს. ყველაზე მეტად მსახიობები ვართ დამოკიდებული, იმიტომ რომ არაერთი ძალიან ძლიერი არტისტი ვიცით ქვეყანაში და არაერთი ძალიან ნიჭიერი, რომელიც უბრალოდ მოცემულობამ ჩაყლაპა. შეშურდათ, არ მოეწონათ, მძიმე ხასიათი ქონდა, რაღაც მოითხოვა, არ ვიცი და ჰოპ. ჩაიჭრა და დამთავრდა. და მისი ეგეთ ადამიანს ამას რომ უკეთებ, კლავ პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობს მსახიობისთვის, როდესაც ის რეალიზებას ვერ ახდენს და ვეღარ ახდენს. ნუ ვერ ახდენს კიდე სხვა რამე, რომ ვეღარ ახდენს. აი ეს არ ვიცი, ეს ალბათ ყველაზე მძიმე განაჩენია მსახიობისთვის. გარდა მსახიობობისა შენ ხარ დაკავებული იმით რომ ნუ ინფლუენსერობ რა. კარგი რა. ხო ეგრეა ეხლა. ხო, ნუ ქვია, მაგრამ ნუ სხვათა შორის შენ ძალიან ბევრჯერ კარგი სტიმული მომეცი რაღაც საკითხში რომ ნაბიჯები გადამედგა, იმიტომ რომ ვერ ვახტებოდი ჩემს ამ ალბათ კომპლექსი ქვია მაგას, ხო? კი, და ხშირად გულაპარაკე მაგაზე და თან ხარ ნიჭიერი მაგამ ბავშვიც. ანუ შეგიძლია რა, რომ ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო თემებზე ილაპარაკო. თან ყველა გწნობს უხარიათ მაგათ კაფეებში რომ შედიხარ ის ესე და ამ ყველაფერს უნდა ისარგებლო ანუ ცუდი გაგებით არ გულისხმობ კაი გაგებით რა ანუ როდესაც ხალხს სიამოვნებს შენთან კომუნიკაცია რატო არა გააფართო ვერ ვახტები ამ ჩემ რაღაც მურიდებულობას თუ ცხენია თუ რაღაცა ეხ რაღაც რამდენი რაღაც ყოფილა რომ მოდი ხა ავიგებ ამას და ვიტყვი ეს მაგრამ ვერ ვაკეთებ რა მომკალი თუ გიდა ძალიან ცხენია ხო ვიცი მომწრებს ყოფილა კაი, ეხლა მითხარი შენ ცხოვრებაში, შენი აზრით ყველაზე რთული პერიოდი როდის იყო? აიცი რა, ცოტა უკვე ასე ვთქვათ, ბანალურია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უცვლად გეუბნები ამას რა და დარწმუნებული ვარ, რომ პირობითად ის თაობის ხალხი, ვინც ჩემი თაობის არის, დამეთანხმება ამაში, რომ 90-იან წლებში ყველაზე ისეთი ბავშვობის პერიოდი როცა არის, ანუ როცა ხარ უკვე 10, 11, 12, 13, ყველაზე მეტად ემოციური ხარ მაგროს, ხო, ძალიან პატარა რო ხარ რაღაცები არ გახსოვს და ეგ ის დრო არის, როდესაც უკვე ძაფრად ყველაფერს აღიქვავ და ისრუტავ, ხო? მაგ პერიოდში დაგვემთხვა ისეთი დრო ქუჩაში და ისეთი სიტუაცია და ისეთი ასე ვთქვათ ვაქცინაცია გავიარე ამით რომ რა ვერ ხვდები რა უნდა მოხდეს ისეთი თუ ღმერთმა დაგვიფაროს ყველა რაღაცა ესეთი ტრაგედია პირადი არ იქნება რაღაცა მძიმე ისეთი რომ ვიღაც აღარ ყავდეს გვერდით ამის გარდა რა უნდა მოხდეს ისეთი რომ თქვა რომ აუ რა რთული პერიოდი მაქვს იმაზე რთული პერიოდი ფიზიკურად არასოდეს არ დადგეს ნეტა
და არასდროს არ ნახოს მომავალმა თაობამ მსგავსი რაც ჩვენ გამოვიარეთ. იმიტომ რომ ერთია როცა ამას დღეს usmen და რომანტიკულად უკვე ვინ რა მაგარი იყო რომ შუქი არ იყო და ეს და აქ შუქზე და იმაზე არ არის. აქ ჩვეულებრივად ანუ ქუჩაში არაერთხელ მინახია როგორ მოუკვლიათ ადამიანი ჩვეულებრივად მინახია არაერთხელ. და ეს იყო ჩვენ ნორმა იყო, ეს არ იყო რაღაცა ის გესმის და აი ამ ყველაფერი გამოვლილი რო ხარ რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი გეხვეწები რომ თქვა რომ აუ ესეთი რთული პერიოდი ცხოვრებაში არ მქონია. ცხოვრება ეგეთია რა, ამას მივხვდი რომ რაღაც კუთხით კარგიც არის რა, ისეთი ის გამოვიარე რომ ამან რაღაც ჩემი ის მომცა რა, ფსიქიკური მდგრადობა რა და გამძლეობა და ის რომ ხანდახან იმაზე მეტად წუწუნებთ რაღაცეებზე, ვიდრე საჭიროა. და ბევრად უარესიც არსებობს ამ სამყაროში და ბევრად უარესი მოწყობაც არსებობს და ასე შემდეგ ხდები. არის არ ნიშნავს რომ კარგი და მეტი არ გინდოდეს რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ახლა გამუდმებით რაღაცა ესეთი ისინი მაგდებდეს მძიმე მდგომარეობაში, არა რა თქმა უნდა. ერთადერთი იყო რომ აი რაღაც პერიოდი იყო, სადაც მე-4 კურსზე ვიყავი, ძალიან აქტიურად ვიყავი, დაკავებული მაშინ იყო ამ ტურის გემოს გადაღება, რაღაც თეატრში, მეორე თეატრში სპექტაკლი თან თეატრალურს ვამთავრებდი, იქაც დაკავებული რაღაცა და მახსოვს ის წელი ზაფხულში რომ წავედი დასასვენებლად და დავიწუწუნე რომ მეთქი დავიღალე. და დაემთხვა მე რომ უცებ ყველაფერი გაჩერდა. თეატრალურ დავამთავრე რაღაცები გაჩერდა, რაღაც სპექტაკლი გაჩერდა და ხდება რა ესეთი რაღაც, ხო? საყოველთაოდ არ მახსოვს რა პერიოდი გაგრძელდა ეს ყველაფერი. ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. ვერ რეალიზდებოდი. აი ალბათ ეს იყო, ოღონდ სხვა კუთხით იყო რა, ეს როდესაც მე ვთქვი რომ ჩემ ცხოვრებაში აღარასოდეს აღარ დავიწუწუნებ საქმიდან გამომდინარე რომ დავიღალე. და სხვათა შორის ძალიან კარგი ის მომცა იმის მერე არც დამიწუწუნია. და აღარც გაჩერებულ ხარ? არა. შენი აზრით ცოტა იმოქმედა მაგ სიტყვებმა გაშვებულმა სამყაროში და დაგასვენა. კი, რა თქმა უნდა. ხო. ალბათ ხო, იმიტომ რომ საჭიროც იყო ალბათ. ხო, უნდა შეხედო შენ თავს მეორე მხრიდან და ცოტა შეაჯანჯღარო შენი თავი და მიხვდე რომ ეს პროცესი ისეთია, როგორც, ну, რა ვიცი, ხელპირის დაბანა ყოველდღიურად შრომა და ყოველდღიურად მეტი და ამით მიიღო სიამოვნება და ეს ძალიან კარგია მართლა. შენ იყავი ერთხელ ქორწინებაში. შენ ყავს შვილი, რომელიც არის ულამაზესი და თან გავს. ეს ორი რაღაცა ერთად. ну, ანუ შენ იყავი სუპერ სიმპათიური და ხარ სიმპათიური. ეგ ვიცით გასაგებია, მაგრამ აი გოგო რო ესე გგავდეს და თან იყოს ესეთი ლამაზი, ეგ ძალიან მაგარია. შენ შვილზე ესე მე მგონი არ ლაპარაკობ ხოლმე სახალხოდ, რომლითაც ძალიან ამაყობ. იმიტომ რომ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, თან არის ძალიან ჭკვიანი. ну, კიდე რაღაცები ვიცი შენი მოყოლიდან გამომდინარე. ეხლა არის საზღვარგარეთ, ხო? კი. და სწავლობს. კი. და ჩამოდის ხოლმე. კი ბატონო. და მეგობრობთ ძალიან. კი. იცი რა მაინტერესებს? მეგობრობა თქვენ შორის როდის დაიწყო შენი აზრით? სულ როცა ჯერ კიდევ თვეების იყო და რა ქვია დიდად შეიძლება ესე ვერ აღმექვავდა. პირველივე წამიდან რაც ველაპარაკები ისე როგორც რა ვიცი, ველაპარაკები დღეს. აი მე მამა-შვილური უფრო ურთიერთობა უფრო ცდილობ რომ გეჭიროს თუ რაღაც მომენტში ცდილობ რომ საერთოდ ეგ ბარიერი მოხსნა. იცი რა არის მამა-შვილობა, რამე ის ხო არ არის კონკრეტული ჩარჩო, რომ აი ეს არის მამა-შვილური ურთიერთობის ხაზი. აი ცოტა არის. არ არის. იმიტომ რომ აი შეიძლება რაღაცები არის რაც მამასთან არ შეიძლება, რა თქვა, მამასთან ერთად არ შეიძლება. რაღაც აი არის რა, მაგრამ ეს ხომ არავის დაუდგენია. ეს ხომ არ არსებობს ბუნებაში ესეთი წერილი ხო და შენი როგორია, მაგას გეკითხები. მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანებს ერთმანეთის გვესმის, შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ, ხო? და ყველაფერი განვიხილოთ. მით უმეტეს, როცა შენ მეტი გამოცდილება გაქვს პირობითად და რაღაც გამოგივლია. და იმას თავისი აქვს და იმის თავისია საინტერესო, ხო?
და ამიტომ რატო შეიძლება ყველაფერზე ვერ ელაპარაკო. არ ჯობია შენ იყო მისი პირველ წყარო თუ მით უმეტეს შეგიძლია კარგად დაელაპარაკო ნებისმიერ საკითხზე. იმიტომ რომ ადამიანს ესეთი ფენომენია, ხო? ის ხომ არ არის, ანუ რითი განსხვავდებით ჩვენ ცხოველთა სამყაროსგან თუ სხვა ნებისმიერი სამყაროსგან, ხო? ადამიანის ტვინი არ არის შეზღუდული, მუდმივად განვითარებადია და მუდმივად რაღაცის ძიებაშია და სულ ვითარდება და ეძებს. ამიტომ რაღაც კითხვა თუ მის თავში გაჩნდება და ვერ მიიღებს, აუცილებლად მიიღებს სხვა წყაროდან და აუცილებლად მიიღებს, ხო? ჩვენ სხვა ეს რობოტები ხო ვართ? არა და დაპროგრამდა არა, ხო არა? ხო და ამიტომ სულ ფიქრობდი, რომ პირობითად მე ჩემ მშობლებს ძალიან ვემადლიერები ჩემ აღზრდაში. მაგრამ მაინც იმათაც რაღაც თავისი ის ჰქონდათ, ხო? თავისებური რაღაც შეზღუდვები, ესენი გასაგებია მაშინდელი თაობის შეხედულობები და პირობითად მე რაც მიფიქრია, რომ აი მე რომ ეს მცოდნო და ესე, ან არა ისე, ან ესე ვარ ჯობია, რომ ჩემგან იცოდეს ადამიანმა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჯობია. იმიტომ რომ არაფერს არ შეულამაზებ და ისე ვეთქვი როგორც არის. ну ახლა მიწოდებას კიდე სხვა ფორმა აქვს, ხო, გასაგებია რომ თავში არ უნდა ჩაათხრიშო რაღაცა, გააგებინო, ისე როგორც მის ასაკს და ფსიქიკას შესაბამება. ხო, ინდივიდუალურად. რა თქმა უნდა. და ამან შექმნა ეს პრეცედენტი, როცა ძალიან პატარა იყო და რამოდენიმე კითხვა რომ დაებადა ისეთი, რომელზეც არ შეიძლება და ვფიქრობ და რაღაცა და ჩემთან გაიარა ეს საკითხი, გაუჩნდა ეს რაღაცა გარკვეული ნდობა და მიხვდა რომ ანუ მამაჩები მეუბნებაა და მე ალბათ რომ გადაამოწმა სხვაგან და ნახა რომ რაც მამამ უთხრა ის იყო რაც მას აინტერესებდა მიხვდა რომ შეიძლება ამ ადამიანთან საუბარი ნებისმიერ თემაზე და უცი ესე ვართ რა და ეხა უკვე დასრული ადამიანია და ეხა პირიქით ანუ ნებისმიერ რაღაცაზე პირველი ვრეკავ ლიზას და ვეკითხები რომ აი ეს როგორ ქნა ეს როგორ ქნა ეს გავაკეთო თუ არ გავაკეთო და ასე შემდეგ მართლა შენი აზრით უფრო კარიერისტი ხარ თუ პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე ორიენტირებული გულწრფელად გეტყვი რომ ერთი მეორეს არ ყვეთ მე მგონია რომ არ შენ შეგიძლია შენი კარიერა რა არის ჩემი კარიერა ხო ჩემი პროფესია რომელიც მეყვარს სიგიჟემდე და ამის გარეშე ვერაფერი ვერ წარმომიდგენია იმიტომ რომ დაბადებიდან 54 წლის ვარ და 44 წელია ამ საქმეში ვარ არც კარიერისტია სტოპია როცა შენ პროფესიაში ცდილობ რომ მუდმივად განვითარდე და აი საშინაო კითხვას დავსვა ხო და უნდა მიპასუხო კი ვთქვათ ვამბობ იპოვე ცხოვრების სიყვარული. მიხვდი რომ აი ამისთვის ღირდა ცხოვრება. რომ აი ეს ადამიანი გამეცნო. უცებ, ოღონდ ყველაფერი ისეთ კბილად მიდის და ეს აღარ არის უკვე ერთი კვირის ნაცნობობა და არც 10 თვის. თქვენ უკვე ღრმად ერთად ხართ. უკვე ნებებია, გრძნობებია, ყველაფერი მოხდა, სარეცელი, ყველაფერი არის. რა მოხდა? სარეცელი რა არის? სარეცელი რომელი? გავიყავით სარეცელი ხო უცებ გიცხადებს ან შენი პროფესია ან მე რას უპასუხებ მე ღმად მწამს მაგის არა აი ჩემი კითხვაა და ჩემ კითხვაში ეგ პასუხი არ არსებობს რატომ მე ღმად მწამს რომ ეს ვინც მე შემეყვარდება ასეთი არჩევნის ქვეშ არ დამაყენებს არა ეგ უკვე არა სხვაგან მე ესე არ ვაპირებდი პასუხს არა კაი უკვე დაასრულე და გეტყვი ღმად მწამს რომ ესე აპირებდი პასუხს არა ლოგიკა ხო უნდა არა ჯაბა ესე მოხდა ჩვენ ვართ მსახიობები ჩვენ ალოგიკურ რაღაცებსაც ვაკეთებთ ჩვენ აბსურდში ვთამაშობთ და ჩვენ გვიჯერა რომ ეს არის ესეთი მოცემულობა და ჩვენ ამ აბსურდის ლოგიკურობაშიც ვრწმუნდებით ხოლმე მოდი მაშინ ესე ამით არა შენ რატომ უნდა მომდეს ადამიანს მე შენ კითხვას არ გასმევინებ მე კითხავს აქ მე ვსვა ველოდები პასუხს აი ესე მოხდა ოღონდ ნახე შენი კარიერაც ესეთი მოცემულობა გაქვს და გთხოვ პასუხი გამეც შენი კარიერაც აცნობიერებ რომ იმდენად პიქშია მაგ მომენტში, რომ ისიც გავალდებულებს, რომ არჩევანი გააკეთო. იმიტომ რომ ორივე ძალიან მოითხოვს შენ ყურადღებას და იხლიჩები. ეს ქალიც, ეს პროფესიაც. აი რას აკეთებ? ან ეს უნდა არჩევ ან ეს? გადაწყვეტ. მე ხო არ მეყვარს ეგეთი არჩევანის წინაშე დადგომა, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს სხვა არჩევანი.
ყოველთვის არსებობს შემოვლითი გზა. გიხვეწები მე პასუხი. თუ გინდა რომ გულწრფელი პასუხი გაგცე, მართლა. კი და შენ თუ გინდა რომ გულწრფელი გაგცე, შენ აირჩევ კარიერას. მოიცადე. ახლა მივიდეთ მაგამდე რომ მე ავირჩევ კარიერას თუ ავირჩევ ამას, ხო? რატომ უნდა დადგეს ესეთი მოცემულობა, ხო? ანუ ჩემნაირი ხასიათის ადამიანი ესე ბრმად რაღაცას არ გადაახტება და არ გაიქცევა და დაინახავს თუ არა და ეს ჩვენ ერთად ვარ მთელი ცხოვრება თუ რაღაც, ანუ საკმაოდ გამოცდილება მაქვს, რიგი თემები იქნება, სანამ მივალთ მაგ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობა ჩვენ თქვი, ამ იდილიურ ჰარმონიამდე. ამ ჰარმონიამდე სანამ მიხვალ, ადამიანთან ერთად უამრავ რამეს გადიხარ, ხო, მათ შორის შენს პროფესიაში. ასეთ ჰარმონიამდე რომ მივიდე, მე მისთვის უნდა ვიყო მის საქმიანობაში ჰარმონიული, რომ მის საქმიანობაში გაზრდაში შევუწყო ხელი, ისევე როგორც მან ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. დავიგე, შენ ახლა მიყვები ძალიან საყვარელ ისტორიას და მე გელაპარაკები დრამაზე, მე გელაპარაკები ტრაგედიაზე, შენ აირჩიო, შენ ხარ თვარესავით მარტო გამოკიდებული ცაზე, იყურები კლდიდან და უნდა გადაწყვეტო, გადახტე თუ არ გადახტე და მაგის იქით პასუხი არ არის. უბრალოდ მე არა ვალ იქ რომ მე გადმოხტე ესე იგი ჩვენ ვირჩევთ კარიერას. არ არის ეს თქვენ თუ ამ კაცის შეყვარებას გადაწყვეტავთ არ შეყვარებთ. ნახე, ეს არის ერთ-ერთი მარკეტინგული ხრიკი სამწუხაროდ პოლიტიკაში, როდესაც შენ სიბრტყეში აყენებ მხოლოდ შავს და თეთრს, ეს იყიდება ყველაზე ადვილად პოლიტიკაში. ესეც პოლიტიკაა გარკვეულწილად ხვდები, ამიტომ ეგ შენისთვის საჭიროა ეს ან ეს და სხვა არაფერი და მე ამ სამყაროს ჩემ ასე ვთქვათ მსოფლმხედველობის ადამიანი თუ რამეს ეწინააღმდეგება არის აი ეგ. იმიტომ რომ ჩემთვის ესეთი სიბრტყე არ არსებობს. გავიგე, ჯაბა, მაგრამ მინდოდა ეს დრამა და გავიგე, არ მოხდება ეგრე ცხოვრებაში. შენ შენთან გულწრფელი ვიყო. ხავს, რომელიც ივლისში პრემიერებზე და აი ესე დაუკრავს არს, იქნება ბუკეტები, იქნება ყველაფერი საყვარელი. მე ეს შენ დაგანათლე. ეს ესე იქნება, მაგრამ მე მინდოდა დრამა. იმიტომ რომ ჩვენს პოდკასტის კითხვა-პასუხებს და ისტორიებს იპარავენ ძალიან ბევრი ჟურნალები და მე უბრალოდ ჟურნალისტვის მინდოდა რომ ეგ კარგია შესაძლო იპარავენ. მე ხო გითხარი, მე არა ვარ კარგი რესპონდენტი ამ თვალსაზრისით თქო. რა თქვა ჯაბაკილაძემ ნანკაგვალის პოდკასტში. აი ესეთი ჩემ ვერ ნახავ ისედაც ჩემს ასე ვთქვათ ეგეთ ყვითელ რაღაცებს და ეს არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს. აი ახლა შენ გონია სიყვითლეს ექნებოდა ადგილი, ჩვენ ახლა წვანეს ვარ. შენთან ხო არის, ხო, მაგიტომ მოვედი მხოლოდ შენთან, რომ ვიცი შენ რა გაქანების ადამიანი ხარ. სამი თვისება რაც საკუთარ თავში არ გიყვარს. მაგრამ თვისება მოყოცავს, არა. და თავისით როგორიც ვარ. არა, ბევრი რამე აქვს გამოსასწორებელი და ამ ბევრი რამე. ძალიან. ერთს გეტყვი. დემაგოგი ხარ. მეორე. საკამათო თემაა ეგ. აი რატომ ანუ რა ეხა რომელია ეხა ჩვენში ეს დემაგოგიური შეტევა? აი ესეთი შვიდი სახით შეუძლია რომ გადაგარწმუნოს, რომ სანამ რამეში არ გადაგარწმუნებს, იქამდე გეჭდება და ძალიან შვიდად აგეხსნას. გაჩვენს ყველაფერს, სენდვიჩებს და გალერეებს ჩაის. ყველაფერი არის მსჯელობა. ხო, ნახე ამომავალი საიდან შეგვიდა აი რა გვიყვარს ჩვენ ვამბობთ ხშირად ევროპული ფილოსოფია, ხო? რა არის ევროპული ფილოსოფიის მთავარი არსი? ეს არის კრიტიკა. ხო, ანუ დასვი, შეკითხვები, ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. კიდევ ვიმეორებ, ამ სამყაროში არაფერი უბრალოდ არ არის. ყველაფერს აქვს თავის მიზეზი. ამ ყველაფერს თუ რამე არსებობს ცაში, მიწაზე, მიწის ქვეშ და აქ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზ-შედეგობრიობა და როგორ შეიძლება ადამიანის ქცევას და ქმედებას და ასე შემდეგ არ ქონდეს მიზეზ-შედეგობრიობა და თუ ორი ადამიანი ჭკვიანურად განიხილავს ამ ყველაფერს არ მივიდნენ ლოგიკურ შედეგამდე. უკვე დამაჰიპნოზა და ეგრე აკეთებს სულს. არასდროს. არა, ყველაფერს სწორს ამბობ, მაგაშია ყოველთვის პრობლემა. კაი, მითხარი, შენი სამი თვისება ამ დემაგოგიას უშლი. მიდი. როგორც ყველაფერს შლი. იცი რა, უფრო ანუ მეტს ქმედება მჭირდება მეტი ვიდრე მეც ფიქრობ ვიდრე აკეთებ. კი ბატონო. მეორე.
უფრო მეტი შემიძლია საკუთარი თავის მიმართ და ზარმაცობ. ანუ ხარ ზარმაცი? არა, საკუთარ არ ვარ ზარმაცი, მაგრამ აი ხვდები რომ შემიძლია და ეხლა რაღაცებს ვცდილობ, ეხლა კიდე ეს ბოლო პერიოდი რაღაც უფრო მეტად რაღაც ნაბიჯები გადავდგი და უფრო მეტად შევეცადე რომ ჩემ თავს დაუწყო ჭიდაობა. ხო, ძალიან მაგარია. ხო, და ეს რაღაცები არის, რაც ნერვებს მიშლის, მაგრამ ჩემ თავთან. ნუ კიდე ბევრი რამეა, რა თქმა უნდა, ალბათ, რა ვიცი, იდეალური არავინ არ ვართ და მეც მაგ ძალიან ბევრი რაღაცეები შეიძლება შეცდომები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ზედმეტად კრიტიკული ვარ ადამიანების მიმართ, ისევ ჩემი ხასიათიდან და ზოდიაქიდან გამომდინარე. შენი აზრით მწარე ენა გაქვს? შეიძლება რაღაც მომენტებში ვერ გავაკონტროლო და მქონდეს რაღაც კრიტიკული ხარ კი და მწარე ენა გაქვს. კი, შეიძლება. და ხარ სამართლიანი ძალიან. სან კიდე სამართლის მოყვარული ხარ, ამიტომ ვერ ითმა ხოლმე. შეიძლება ეგეც და ამის გამო არაერთხელ შემქმნია პრობლემა, რომ რაღაცა ჯობდა რომ არ მეთქვა. და მithქვამს და რა ვიცი, მე დავრჩენილ ვარ, რა ვიცი, ეს სამართალით, მაგრამ გარეთ. ხო. რაღაცები ჯობია ალბათ რომ რაღაცები გაატარო, მაგრამ არ ვიცი, ჯობია ის ჯობია, რაც შენ სტრუქტურას თუ ეწინააღმდეგები, მაშინ ალბათ არ ჯობია და. კაი, შენი საყვარელი საჭმელი რა არის? ჭამა მიყვარს. იცი, მოდი ხე ეს ყველაფერი მიყვარს რაღაც, მაგრამ ხინკალი არის ჩემთვის კუჭიანად ჭამ. არა, კუჭიანად არ ჭამ. რატომ მეტი რო ჭამო? რატო არ ჭამ კუჭიანად? არა. რა საყვარელია მეტი რო ჭამო. მე ფასანაურში სახკარი მაქვს და ჩემი ბებია, მამა ჩემის დედა იყო ფასანაურიდან, ქავთარაძის გვარის და ეს ესეთი მკვიდრი მთიულები არიან და ფასანაურის პირველი მემგვის და ხინკალს აკეთებდა ფანტასტიკურად, მართლა. მთიულების ხინკალი სასწაულია და თან იქ მაცხოვრებელი ალბათ. და მართლა, იმიტომ რომ ის თაობა, ვინც მამა ჩემის მეგობრები და ეს მარჯანიშვილის თეატრის თუ სხვა მსახიობებიც, ვინც ყოფილა ბებია ჩემის ხინკალზე, ყველას ახსოვს ეს ძალიან კარგად, რა იქაც ხშირად ჩამოდიოდნენ და იმის პრობლემა მქონდა ფილტვების ბავშვობაში რა, ასთმური ბრონხიტი მქონდა და მომატარეს თუ რამე სანატორიუმები არსებობდა და ფასანაური საბოლოო ჯამში იყო ყველაზე კარგი კურორტი ამ თვალსაზრისით ჰაერის პონჩი და ამიტომ რომ იხდნენ ამას რა, ერთ ზაფხული დადგებოდა თუ არა, მიკრავდნენ თავს მთაში და 3 თვე ვიყავი იქ. და ხინკლებისგან დახვითქინებული ლოყებით ჩამოდიოდნენ. მაგარი, აი თან ხრიჭოები ქონდა როგორ მახსოვს იმას, ეხაც ეგრეა, მაგრამ ნუ იატაკს ქონდა ხრიჭოები რა, ფიც და ქვედა სართულზე ხო, კი და ქვედა სართულზე რო აკეთებდა ამ ხინკალს დილით რო გძინავს, თან იქ სხვანაირად გძინავს მთაში, არ აგვის ხმა და აუ და ლოგინის როგორი იყო? სეტკიანი. ხო, ეგეთი. ბატონო, ეგეთი და ეს სუნი რო გაგვიძებდა და ბებია ჩამოდი ბებია და აუ და ნუ ის კუჭი მაგაც ხანეირია. პატარა აქვს. პატარა ეს. თან ესეც ხო აკეთებენ ცოტა. ანუ გარდა იმისა, რომ ესე აკეთებენ, მე ცოტა ხო ესე აკეთებენ. ძალიან ესე აკეთებდა რა, ვირტუოზულად ქმნიდა ამ ხინკალს, მაგის და ძალიან მაგარი იყო ერთად მაგარ ხინკალს აკეთებდნენ. მოვახვედით ხოლმე ესე. ჭამდა ეხა მე ამ თბილისში რო შეჭამა ხინკლის კუჭი კი არ არის, ის არის რა ქვია ეს რაღაცა ეს. ფილთაკვა ქვია და მაგას რა გაჭმევს ასლაპარაკო. ხო, თან თეორია უნდა იყოს პატარა, ცოტა სქელი ცომით. კი ბატონო. და ყვითელი. რატო არის ყვითელი? ყვითელი ცომია და ყველაზე გემრიელია. ხო, სხვანაირად არის ხელით გაკეთებული, იცი არის სახინკლეებში რო აპრიალებენ სხვანაირად კეთდება. ხელით რო აკეთებ ის ცომი ესეთია, მე იმაში რა ქვია ხშირ შემთხვევაში მაშინ ცეცხლზე კეთდებოდა ეს და თავის იმას აძლევდა რა და ხო, დიდგორში ჩემთან არიან მთიულები, ძალიან მაგარ ხინკალს აკეთებენ, შეგვიძლია წავიდეთ. წავიდეთ, ამიტომ თბილისში დიდად ესე ძალიან რომ მენატრება ხოლმე ხინკალი მივდივარ ფასანაურში ეგრევე რომ ხო, ბევრჯერ გითხვი ეს საერთოდ. ყველაზე კაი რჩევა რაც მგიღია ცხოვრებაში რა არის? რაც გაგხსენებია კიდე ვაც. ესე ერთს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მიყვარს რჩევა, ანუ საერთოდ მიყვარს მოსმენა ადამიანების და
მათ შორის არ აქვს მნიშვნელობა სხვათა შორის ასაკს და მის იმას რა ქვია სტატუსს რა ეს ძალიან მეცნიერ ჭკვიანია თუ როგორ ნებისმიერი ადამიანისგან შეიძლება ძალიან ჭკვიანური რაღაც მოისმინა და გაიგო და შეიძლება სულ არ გირჩიოს მაგრამ მის მაგალით შეხედო და ასე შემდეგ მათ შორის შენს ნამდვილად გულწრფელად გეუბნები ამას ნამდვილად ხარ ძალიან ბევრ რამეში სამაგალითო ადამიანი და ძალიან ბევრჯერ დავკვირვები ვარ შენ რაღაცას და მიფიქრია ამ თვალსაზრისით სხვათა შორის დიდი მადლობა მართლა გულწრფელად გეუბნები შენ ნამდვილად ხარ ესეთი ადამიანი რომელიც არ გეპირფერები ერთ-ერთი მაგალითი ხარ იმის როგორ უნდა იმუშაო შენ თავზე ადამიანმა და როგორ უნდა განვითარდე და როგორ უნდა გააკეთო საქმე როცა შენ გინდა რომ გააკეთო ნამდვილად საქმე და ეს კარგია, იმიტომ რომ შენს თავისუფლად შეგიძლია თქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება რომ მაგალითი იყო. კარგი გაგებით. გამიხარდა. მოპატი. არა, ეს მართლა აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ. მადლობა. მადლობა, გამწითლდი. შენი აზრით ცხოვრებაში ყველაზე კაი რჩევა რა არის, რაც შენ შეგიძლია რომ ადამიანებს მიცა, აი, ჯანმრთელობის გარდა რა არის შენი აზრით ყველაზე ფასეული ადამიანებისთვის და ან საპონელად, ან შესანარჩუნებლად, ან უბრალოდ რა წინდახედულობისთვის. რთულია ამაგაზე პასუხის გაცემა. ხურო იცი არის რაც კუთხით მგონია რომ ყველაფრის გასაღები რა თვითონ ბუნებაშივე დევს. ძალიან ბევრ რამეზე ბუნების პროცესები გვანიშნებს რომ იგივე ნაწილი ხარ როგორც ყველაფერი სცენარე თუ რაც არის აბსოლუტურად ცხოველი ფრინველი ჭია ყველაფერი აბსოლუტურად რაღაც ისეთ პროცესს გადის რასაც ჩვენს გავდივართ და აი თუნდაც ახლა რაღაც ისეთ ძალიან ჭკვიანური ფრაზები რო არ გამომივიდეს აი წყლის იმასაც რო დააკვირდე ხო აი წყალი არის რაღაც სიცოცხლის თავარი ნიშანი ხო თუ არ არის წყალი სადმე არ არის სიცოცხლე ხო ესე ანუ აი პლანეტებსაც ეგზოპლანეტებსაც რასაც ეძახიან ხო ეგზოპლანეტას რაც ეძახიან სადაც პოტენციურად შეიძლება იყოს სიცოცხლე და პოტენციურად სიცოცხლე სადაც არის იქ უნდა იყოს წყალი და წყალია რაღაცა ეს ჩემთვის რაღაც სიმბოლო ნუ არა მარტო ჩემთვის ხო ზოგადად სიმბოლოა სიცოცხლის ხო და წყლის იმასაც დააკვირდი ხო თვითონ გენიალურად აქ ჩვენს მას ჩადებული სულ პატარა ფრაზაში რომ უხვად გასცემდი ზღვასაც შეზდის და გაედინების ხო ეს ერთი თემაა მაგრამ წყალი თვითონ რა არის რომ თუ დგება ჭაობდება ხო თუ არც შეედინება და არც გაედინება გადაიქცევა ჭაობად და ეს არის რაღაც სერიოზული ნიშანი ადამიანისთვის რომ მუდმივ მოძრაობაში და განვითარებაში უნდა იყო რომ იყო კარგად და შესაბამისად როდესაც შენ ამ პროცესს გადიხარ ну მე ყველაფერი უკეთესია ხო შენთვის და ყველაფერს უკეთესად აკეთებ თუ სახლში თუ გარეთ თუ მეგობრებში თუ საქმეში ამიტომ რაღაცა ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ის რომ ადამიანი იყოს მუდმივად მოძრაობა და მოძრაობა ჩემო თერგო ხო ეგრეა სულ მოძრაობა იმას კი არ ნიშნავს რომ თუიჟენიობ ჩემი ძმა ხო ხტები რა მოძრაობასაც ვამბობ ანუ მუდმივ განვითარებას და აი თუ გქონია ძალიან ჩატე დეპრესია და ალბათ გქონია ყველას გქონია ხო შეიძლება არ ვიცი აი შენთვის ყველაზე მარტივი დაღწევის გზა რა ყოფილა მაქედან იცი ამიტომ ამბობ ესე რომ არ მქონია დეპრესია რომ სულ მაგ იცი პროცესენდობი ხო მე მგონი ჯერა კიდევ ამბობ ისევ მივდივარ ამ სამყაროს მთავარ გასაღებთან ყველაფერი მოძრაობს მათ შორის დედამიწა და მათ შორის ჩვენი galaktika და ყველაფერი მოძრაობაშია არაფერი არ ჩერდება ესე იგი ეს არის ამაში და ამიტომ ადამიანს უნდა კონდეს მუდმივად იმედი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას იმედი უნდა კონდეს რწმენა რომ კი რაღაცა იქნება კარგი და შენ შეგიძლია კონდეს ეს კარგი ეგ რაც თქვი რომ კოსმოსში გაუშვებ თუ რას იზაო არა აქვს ამას მნიშვნელობა
თავარია შენ ეს გქონდეს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც თავისებური ნათელს გაძლევს შინაგანად და არ გაძლევს იმის უფლებას, რომ არ აქვს აზრი არ აქვს. ისთვის ვართ, ისთვის ცხოვრობთ, არ მინდა არაფერი. ნუ რაც არის აი მსგავსი მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნები, ხო? რომ არაფერი არ არის, ეს ისია და არ არის ესე რა, თუ შენ ამ სამყაროს აღიქვავ, ნუ რა დონეზე შესაძლებელია რომ აღიქვა თუ ხა ესე უგონ აღიქვა მთლიანად, ხო? ხვდები რომ არ გაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ გარშემო გაცილებით უარესი რაღაცები ხდება, პროცესი იმდენად დიდია სიცოცხლის და ამის მოძრაობის, რომ შენ ერთი პატარა ჭანჭიყი ხარ ამ ყველაფერში. ამიტომ ადამიანმა უნდა იპოვო ეს წერტილი შენში და ამის ძალა უნდა იპოვო, რომ შეგეძლოს და ამით დატკბე და მიყვე ამას და აკეთო და რაღაცა არ გამოგდის აშჯერცადო. და ასე შემდეგ რა, რომ არ მიხვიდე მაგ მდგომარეობამდე, რომ დაყარო ფარხმალი და თქვა, რომ ნუ რა აზრი აქვს. ესე აზრი არაფერს არ აქვს, ხო? მაგრამ არ არის ესე მოწყობილი ეს სამყარო და ამიტომ შენც ამ იმაში უნდა აყვერო ჰარმონიაში იყო. და არ უნდა შეეწინააღმდეგო იმ ბუნების პროცესს, რაც არის ბუნებაში და კიდევ ვიმეორებ, რომ ყველაფრის გასაღები არის ბუნებაში და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ბრტყელი ფრაზა, მართლა ასეა. იმიტომ რომ ყველაფერი იბადება, გადის რაღაც იმას და მერე გარდაიცვლება და კვდება. და გადადის სხვა მდგომარეობაში და მოდის რაღაცა ახალი და ივსება იმითი. სულ ყველა გავდივართ ამ პროცესს. თუ რამე ცოცხალი არსებობს დედამიწაზე. შენთვის იმედი არსებობს და თუ არსებობს რა არის ცხოვრების აი ეს ფინიშის ხაზი, რომელიცაც შენი აზრით ყველაზე კმაყოფილი იქნება. აი როგორია? ვისურვებდი რომ ეს ფინიშის ხაზი არ დადგეს. ნუ დესმე ხო დადგება. რატომ უნდა დადგეს? სანამ ცოცხალი ხარ ადამიანი, არა, მე სხვა რაღაცას გულისხმობ, აი როდის მიხვდები რომ ბოლომდე რა, რომ აი ყველაფერი გააკეთე და იცხოვრე ძალიან მაგრამ. ანუ ყველაფერი შესრულა. არა, როგორ შეიძლება? ანუ ვერასდროს ვერ მიხვდები რომ ყველაფერი შესრულა რაც გინდოდა? არასწორად ვსვავ ესე იგი. არა, სწორად ვსვავ, მაგრამ ისედაც ანუ ნახე კაი მიზნები რა გაქვს მაშინ ის გაქვს ამოცანა რომ ეხლა ხვალ ეს უნდა მქონდეს, ეს უნდა მქონდეს, აი მიზნები ხო გაქვს? აი თუნდაც იმ შენი სახლის დასრულება იყო ერთ-ერთი შენი. მაგრამ ეგ როგორ შეიძლება იყოს? სხვა რაღაცას გულისხმობ. დი, ისმენ. აი ესეთი რაღაცა პატარა-პატარა მიზნები არ გაქვს, პატარა ბედნიერობები, რომლითაც რაღაცა დიდის შეკვრა გინდა და საბოლოო ჯამში დიდი სურათის დანახვა გინდა რა. აი ეგ კონკრეტული რო აი ეს ჩარჩო კონდეს, არა, მაგრამ ნუ ხა ის რო რაღაცა მინდა რომ სიტყვაზე ჩემი სახლი ბოლომდე მივიყვანო და ეს გავაკეთო. კაი, მალი არის. შევიძინო ეს რა ქვია დივანი და ჩამოვკიდო ჭაღი, ამას არ ვთვლი ისეთი მათ რომ აუ მიზანი შევასრულე. ეს ბიჭი გადავიდა უკვე დეკორის მხარეს შესაბამისად გამოჩნდით. კაცი არის ინფლუენსერი. ეს ინფლუენსერი, ეს ხა სარეკლამო ეს იყო. შესაბამისად ნებისმიერი სახის დეკორაციით შეგიძლიათ რომ ბარტერი შეთავაზოთ ან ფულადი რაღაცა სხვათაშორის ორი ეს მაგნანგა იყიდის ამ რაღაცებს, კიდე მისცემთ ამ რაღაცებს, ფულსაც მისცემთ და სერიოზულ რეკლამას გაგიკეთებთ ეს ბიჭი. დამიჯერეთ, წამოდით კომპანიებო, წამოდით. ეხლა მაგის სხვათაშორის სამზარეულოს ხაზს რო ხო სწორად ამბობ სამზარეულოს ხაზი და ეხლა დივანს მომიტანენ ეს ორი მაგ დასარეკლამებელი და ძალიან მეხარია რომ ეს უნდა მაგარია. რომ ეს ორი ამ იმითი ვარ. ხაზი რას ნიშნავს? კუნძულს გულისხმობ? ხაზი რა? ხო ნუ რა ვიცი რა დავარქვა ეს. კუნძული? უჯრედი? არა, კუნძული ხო შუაშია და ეს კედელზეა და. შენობა ბუფეტი? ბუფეტი. ბუფეტი. მაგარია. ხო. ძალიან საინტერესო საერთოდ ძალიან ლამაზი რაც ნახე, ძალიან ლამაზი სახლია. ხო, მოდი მე გაჩვენებ კაცს. აუცილებლად. ცხოველების მოყვარულია კიდე ჯაბა. გიზდება ცხოველებზე, კატებზე უფრო გიზდება მე მგონი.
ყველაფერზე ვგიჟდები და რაც უფრო ასაკი მომემატა, მით უფრო გრძნობიარე გავხდი ამათი და ეს ცოტა მაშინებს, იმიტომ რომ ნამეტანიც არაფერი არ ვარ გამართლა უგონთ და ну ერთი რომ კატა იმიტომ მიყვარს კიდე გამორჩევ ძაღლის მიყვარს ძალიან რა თქმა უნდა, მაგრამ ძაღლთან მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. მე ჩემთვის შენ ხარ აი საოცარი ადამიანი, როგორ ხედავ, როგორ ურთიერთობ შენ ცხოველთან და როგორ უვლი და როგორ ხარჯავ მასზე დროს. სამწუხაროდ მე ამის ნებისყოფა ალბათ ნაკლებად მექნება და დრო ხა როგორ გითხრა რომ მე შენზე მეტი დრო მაქვს თუ პირიქით რა აშკარად შეგიძლია ამის კეთება და აი მე ეს არ შემიძლია და რაც გიყვარს იმისთვის დრო ყოველთვის ხომ არა პასუხისმგებლობა რომ მაშინ უნდა ის ძაღლი რომ ეყოლება ისე უნდა კონდეს იმისთვის როგორც იმ ძაღლს ჭირდება და ეკუთვნის და კატა ხო სხვა ტიპია რა კატა ისედაც შენ ცხოვრობ კატასთან ესე აღიქვამს და თავარი ემო საჭმელი და სასმელი არაკლია, გართობა არაკლია და სხვა თუ ხა მთელი დღე სახში არ ვიქნები, საერთოდ არ მოიწყენს გადასარევად არა, გუშინ რომ მივედი, სიმძვრით აწყობ ჩემს ცხოვრებაში პირველად მიავაწყე ნაძვის ხე. და ამახვედრა და ზემოდან ეჯდა და რაც დარჩენილი იყო ესე პუტავდა კიდე. ნაძვის ხე კატებისთვის არის ერთი დიდი თავგადასავალი მართლა აი წარმოიდგინე ტყე არის მაგათი უზარმაზარი და მე ნაძვის ხეში ამიტომ დრო ვეჩხუბე მიყურებდა გაკურა რა გიდაო აბა რატო თამაში არ მომიტანეო ძალიან რატო ამიდგე ეს აქო ხო მადლობა ჯაბასტომარი შენ მადლობა პირიქით ძალიან კაი სტომარი ხარ უბრალოდ ჯაბა არის ადამიანი რომელთანაც მართლა აი ვერ დაამთავრებ რა ლაბარაკს მე სიამოვნებით უბრალოდ ფორმატიც ხო არის და ეხლა ადამიანებსაც თავი ხო არ უნდა მოვაბეზროთ და შეეცდა ამ ადამიანებსაც მათ შორის თორე ძალიან საინტერესო ადამიანია გთხოვთ გამოჩნდით კომპანიაზე გამანებედა ამ ბიჭს გადავადგმევინოთ ნაბიჯი და კომპლექსები დავაძლევინოთ და გახდეს სუპერ ინფლუენსერი ჩვენი მეგობარია Subway გაგვიმარჯოს Subway ჯაბასაც უნდა Subway-სთან მეგობრობა აგიმარჯოთ მადლობა დიდი ყველაფრისთვის